მოგესალმებით, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, ეს ვერსია ნამდვილად არსებობდა, ინფორმაციაც არსებობდა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის კარზე გადაწყვეტილებები ჯერ ერთი ძალიან ხშირად იცვლება, ხანდახან გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, ისინი არა, ის ელოდება ხოლმე მოვლენათა განვითარებას, ასე რომ რაღაცა შეიძლება გადაწყვეტილი იყოს დღეს, შეიცვალოს ხვალ, ან რაღაცა შეიძლება იყოს დალოდებული რამდენიმე რაღაც პერიოდის განმავლობაში. რადგან ინფორმაცია გქონდათ და ეს არ იყო დაუშვათ თქვენი ანალიზის ანალიზიც იყო, ახმაც იყო, ინფორმაციაც იყო, მაგრამ თქვენი იცით როგორც ხდება რომ მყარი ის არის არგუმენტია ხო, იმისათვის რომ რაღაც განცხადება გააკეთო და მოლოდინები გააჩინა. ბოლო ინფორმაცია როგორ იყო? რაც ბოლო ინფორმაცია და აქ ეს ინფორმაცია არ ნიშნავს რომ რაღაცა პერიოდულობით განახლებადი არის ხოლმე. თავარი არის ის რომ ჩვენ არ უნდა ავწდეთ ჩვენს სტრატეგიას. იმ სტრატეგიას, რომელიც გვაქვს უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, გულისხმობ არა ძლიერ საქართველოს ლელოს, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ჩართული არის წინააღმდეგობის მოძრაობაში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ამდენი ხანია ითხოვს საზოგადოება, ვითხოვთ ჩვენ და რა თქმა უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. უნდა მოვიპოვოთ არჩევნები, დავიცვათ ჩვენი არჩევანი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, ვაქციოთ საქართველოს ნორმალურ ქვეყანას. ხო, ეს ასეთი თანმიმდევრობით, იმიტომ რომ ნახეთ ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭრა ეკაბესელიამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეძლოს ამ არჩევნების შედეგების დაცვა და ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო არის გასაწევი, ანუ აი ხვალაც რომ დაინიშნოს, ხშირად დაგვისვამს ეს საკითხი ამ ფორმულირებით არის მზად ხვალ რომ დანიშნოს პირობითად ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნები. არის ოპოზიცია მზად რომ დაიცვას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები? მოდით ახლა ოპოზიციას განვაზოგადებთ, მე შემიძლია გესაუბროთ ჩვენს პარტიაზე. ძლიერი საქართველოს ლელო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტად არის მომზადებული არჩევნებისათვის ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის არჩევნებში, რასაც წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, ჩვენი საარჩევნო გუნდის მომზადება და ყველაფერს თავი დავანებოთ ის გამოცდილება, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს ჩვენს გუნდს. განსაკუთრებით რეგიონებში, ადგილებზე აქვს. ეს იყო სხვათა შორის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი, შეიძლება არა პირველხარისხოვანი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები იყვნენ ფორმაში. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ უნდა შეინარჩუნოს პარტიამ პარტიული ინფრასტრუქტურა, უნდა შეინარჩუნოს ხალხი რეგიონებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ თქვენ, რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში რამდენიმეს გარდა 57 მუნიციპალიტეტში ჩვენ ვართ წარმოდგენილები, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული უჯრედი და ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ხმებს, როგორ რანაირი ხარისხით, ასე შემდეგ, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ საარჩევნო ფორმაშია ახლა ლელო, იმიტომ რომ ნახეთ, ბესელია ამბობდა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილიც მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე არ ყოფილა, მაგრამ და არ იყო ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებელია რომ კონსოლიდირდეს ოპოზიცია და შეთანხმებულად იმოქმედოს. ანუ არის კარგ, ასე ვთქვათ, საარჩევნო ფორმაში ლელო რომ ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებში დადოს სასურველი შედეგი? როგორც მინიმუმ უკეთეს ფორმაში არის ყველასთან შედარებით, ოპოზიციურ ფლანგზე გულისხმობ ლელო, ამ ძალიან მარტივი მიზეზის გამო ის რომ არ იყო იმ არჩევნებში შესვლა მნიშვნელოვანი, ახლა ამაზე რა უნდა გიპასუხოთ, მე წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელიც შევიდა და მაშინ მიუხედავად იმ დიდი კრიტიკისა, დაუმსახურებელი იერიშებისა და ასე შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, არასდროს გვითქვამს და ეს ელემენტარულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით არ იცვლება რეჟიმი და არც ხელისუფლება, არც ერთი, უბრალოდ ამას უნდა
ჰქონოდა სხვა მნიშვნელობა მინიჭებული, ჩვენ უნდა ნაბიჯ ეტაპობრივად გამოგვეცალა ის აგურები საფუძვლიდან, რომელიც აქვს ჩაყრილი და ჩაბეტონებული ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, თბილისზე, როდესაც ვსაუბრობდით, თბილისს რომ ყოლოდა დღეს ოპოზიციური ხელისუფლება, გაცილებით უფრო გაგვიადვილებდა ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას საქმეს რეჟიმის ცვლილებისთვის, ხო? ისევე როგორც ეს იყო თუნდაც უნგრეთში, ბუდაპეშტში ორბანის პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა მერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენის გამოცვლა არის ნებისმიერი რეჟიმისათვის, ხო? სტამბულში მართალია ის სხვა მოცემულობაა, მაგრამ სტამბულში, როდესაც იყო ოპოზიციონერი მერი, რომელიც შემდეგ მართალია დააპატიმრეს, ეს ასევე არის სტამბულში, აი ამ მოძრაობის, თურქეთში ამ მოძრაობის, ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც გრძელვადიან პროცესში აუცილებლად გამოსაყენებელი რამ გახლავთ. რაც შეეხება მომზადებას, მე ანუ კარგი პოლიტიკურ ფორმაში ვარ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ზუსტად ამას რაღაცნაირად დამისაბუთოთ. ახლა თქვით, რომ ვერ იქნა ის შედეგი მიღწეული, რასაც ისურვებდით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ხელში აღმოჩენილი იყო დედაქალაქის თვითმმართველობა. აი მაშინ რა არის თქვენი საზომი, რით აფასებთ, რომ თქვენთვის წარმატებული იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ეს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი იქნება თქვენთვის უკვე საპარლამენტო არჩევნებში და დაგეხმარებათ პირიქით. აი რა. როგორც მოგახსენეთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ორი მიზანი. ერთი მთავარი მიზანი იყო სხვა, რომელსაც ლელო როგორც ერთი პარტია, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებდა მასში მონაწილეობას. შესაბამისად, იმ შედეგის მიღწევა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომელიც მეც ვთქვი, ხო, რომ თუნდაც თბილისი და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ქალაქისთვის გვებრძოლა, თუნდაც ის შედეგი არ მიღწეულიყო, ამას კიდევ დამატებით ექნებოდა სხვა ეფექტიც, ხო? ხელისუფლებას თუ დასჭირდებოდა იმხელა ძალისხმევის ჩადება, რომ წაგებულ თბილისში 2024 წელს ხომ წააგეს თბილისი ისეთი манипуляციები ჩაეტარებინა, ეს შეიძლება სხვა სულს შთაბერავდა უკვე წინააღმდეგობის მოძრაობას ქუჩაში, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობდით და ჩვენი მოდელი და შეთავაზება რა იყო ოპოზიციური სპექტრისთვის, რომ ერთობლივი ძალებით შევსულიყავით თუნდაც მარტო თბილისის არჩევნებში, სადაც იქნებოდა საერთო კანდიდატი, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქნებოდა 4 მსხვილი პოლიტიკური კოალიციის საერთო და კონსენსუალური კანდიდატი, ყველანაირი პარტიული ნომერი, პარტიული იდენტობა შეიძლებოდა წაშლილი ყოფილიყო და იმ მომენტში, იმ გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც იდგა 25 წელს, ეს იქნებოდა ყველაზე ეფექტური მოდელი. რა თქმა უნდა, ლელო მარტო, ისევე როგორც ვერც ერთი სხვა ცალკე აღებული პარტია ვერ შეძლებს ლოგიკურად ვერ შეძლებდა ამოცანის მიღწევას, მაგრამ მეორე მიზანი, რაც გახდათ პარტიული ინფრასტრუქტურის, პარტიული სხეულის შენარჩუნება, ეს ჩვენ ნამდვილად შევძელით, ამას რა თქმა უნდა ვიყენებთ ადგილზე იმ საკითხებზე საუბრისათვის და იმ საკითხებისთვის ბრძოლისათვის, რომელიც ადგილობრივი ლოკალური მნიშვნელობისაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ველზე საარჩევნო დღეს, ის ადამიანები რა თქმა უნდა გვაქვს, რომ მარტო შეძლებთ თუ მაშინ არასდროს არ გვითქვამს ჩვენ და არც ახლა არ გვიგვაჩნია, რომ მარტო ჩვენ შევძლებთ. მე ვიძახი, რომ ჩვენ წილი პასუხისმგებლობა, რაც არის ხმების დაცვის, ჩვენ წილი პასუხისმგებლობა, რაც არის არჩევნების, რომ აღმოჩნდეს, რომ ძალიან მალე ჩატარდება, ლელო არის უკეთეს ფორმაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, ხო, არჩევნებზე მყოფ, ველზე მყოფ ადამიანებს არ სჭირდებათ მუდმივი მომზადება და მუდმივი გადამზადება, მაგრამ ეს ადამიანები არსებობენ სხვა პარტიების შემთხვევაში, ეს ხომ ლოგიკური პროცესია. როდესაც არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც შენ პარტიული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა მათ შორის ფინანსური მიზეზის გამო, ხო, შენ ამას კარგავ და ეს ჩვენ პარტიასაც ეხება მათ შორის, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ხო. ეს ბუნებრივია, ეს ხალხი არის თავიდან მოსაძიებელი, მოსამზადებელი. როგორც ამბობთ, ანუ პოლიტიკურ ფორმას ჩამორჩენილ პოლიტიკურ ძალებთან არა მარტო ფორმას, არამედ ადამიანები ბუნებრივად იკარგებიან, როდესაც პარტიებს არ აქვთ იმპერატიული უჯრედები შენარჩუნებული, ხო? ეს ძალიან სამწუხარო პროცესი არის და ამიტომაც მაშინ რა გამოძრავებთ, როდესაც აი მოუწოდებთ იგივე ოპოზიციას, დანარჩენ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს, რა გამოძრავებთ? საერთო მიზანი ყველას, რაც გვჯერა რომ გვაერთიანებს, არის ამ რეჟიმის ცვლილება. ამ რეჟიმის ცვლილებას ვერც ერთი
პოლიტიკური ძალა მარტო ვერ შეძლებს. ეს გამორიცხული არის, ხო? ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. სწრაფად აღადგენენ პოლიტიკურ ფორმას. ამიტომ მოუწოდებდით თუნდაც 25 წლის არჩევნებში ეს საერთო საქმეს ხუმაზიანებს, რომ პარტიები არ იყვნენ ფორმაში. საპარლამენტო არჩევნებს როგორ ხედავთ? საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, არ ვიცი, ქართული ოცნების დამარცხების ფორმულა. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ფორმაში. ფორმაში რას გულისხმობ? ჯერ ერთი ჰქონდეთ პარტიული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ბუნებრივი არჩევნები როგორც კი დაინიშნება, რაც მეტი დრო გვექნება, მუდმივ პროცესში უნდა ვიყოთ მომზადება გადამზადების, მაგრამ ის შემცირებული ვადებიც კი რაც თან ახლავს ვადამდელ არჩევნებს, ხო? ის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული და ის დრო არ უნდა იკარგებოდეს ახალი ადამიანების მოძიებაში. შესაბამისად, საერთო მიზნისთვის, ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის არის კარგი, რომ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს პარტიული კორპუსი და მუდმივად მიმდინარეობდეს ამ ადამიანების ცოდნით აღჭურვა. ჩვენი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, აი როგორც არმიაში არის, ხო? არის არმია, რომელსაც აქვს თეორიული და პრაქტიკებზე წვრთნა, არის არმია, რომელსაც აქვს ომის გამოცდილება. პირობითად, ხო, უკრაინის არმიას აქვს ომის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ვისაც ომის გამოცდილება აქვს, მას აქვს გაცილებით უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოდესღაც 3-4 არჩევნების წინ ვიღაცა შეიძლება იყო არჩევნების პროცესში ჩართული, მაგრამ რაც უფრო ახალი არის ეს გამოცდილება, მით უფრო მეტად ზენს ეს ამ პარტიას თავდაჯერებულობასაც, უფრო მეტ უნარებსაც და საარჩევნო პროცესი ესეთ პროცესი. სურვილი რატო არის? სურვილი რატო არის? სხვებსაც რომ გქონდეთ? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პარტიული საქმიანობის უმთავრესი შემოდგენელი ნაწილი, ისევე როგორც არ მხოლოდ ხმების დაცვა, არამედ მას აქვს პოლიტიკური ნაწილიც, რაც არის კამპანია. ეს მეორე საკითხია, რაც პოლიტიკოსების საქმე, ოღონდ არა 3-4 პოლიტიკოსის, არამედ ადგილობრივი პოლიტიკოსების მათ შორის, რომ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ მოქალაქემდე, ამომრჩევლამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ, ხო? თქვენ თავად თქვით, რომ არ გაქვთ იმის ილუზია და ამბიცია, რომ თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში მარტო ლელო შეძლებს ქართული ოცნების დამარცხებას. ხო სწორად გავიგე? აქ ამბიციაზე არ არის საუბარი, ეს არის უბრალოდ რეალობის საყი ახლა. კი ბატონო, თქვენ გაქვთ ემპირიული მონაცემები, რომელიც არის კვლევებითაც, რომელიც არსებობს ჩვენი დაკვირვებით და იმ შედეგებითაც კი, რომელიც დადგა არჩევნების დროს. რომ არის რომელიმე ერთი ცალკე აღებული ოპოზიციური პარტია, რომელიც მარტო ამას შეძლებს. ეს უმარტივესი ელემენტარული და ეს მოსაზრება არ არის, ეს ფაქტია. კი ბატონო, მე ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. საპარლამენტო არჩევნებში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. მადი არის მაგალითი, როდესაც მოყვავს ბოლო პერიოდში საქართველოსთვის, ხომ? უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2026 წლის არჩევნებისთვის მზადება მადიარს არ დაუწყია 2006 არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო გაცილებით უფრო ადრე 2000 სულ ცოტა 1 წლით 2 წლით ადრეც კი მან დაიწყო უკვე ამაზე მუშაობა გულისხმობ მისი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად თუ გავაკეთებთ ახლა პროექციას საქართველოზე და გავზომავთ დროს 2028 წლამდე არც მოგვიწევს შორს წასვლა, ხომ? წელიწად ნახევარი, მაქსიმუმ 2 წელიც არ გვაქვს ნამდვილად დარჩენილი ამისთვის, ხომ? 2 წელიწად ნახევარი კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადის. კი ბატონო, თუნდაც არც ისე დიდი დრო არის პოლიტიკური პროცესის დასაწყებად სასურველ, ასე ვთქვათ, ნიშნულამდე ამ პოლიტიკური პროცესის ასაყვანად და როგორც თქვენმა კოლეგამ თქვა და მომეწონა ძალიან თაზო დათუნაშვილმა მისი ეს ტერმინი დამთრგუნველი უმრავლესობის გამოყვანას არჩევნებზე, რომელსაც ვერანაირი გაყალბების მანქანა ვერ დაუპირისპირდება, ხომ? ანუ შესაბამისად უკვე უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული ფორმულა, როგორ წარმოგიდგენიათ რა ფორმაციით რა პოლიტიკური ორგანიზაციით წარმოგიდგენიათ ოპოზიციის მონაწილეობა მაშინ არჩევნებში თუ ფიქრობთ რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებას აი ამ მოედანზე პოლიტიკურ მოედანზე ვერ მოუგებს. დიახ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. ჩვენ პარტიას ძლიერ საქართველოს ლელოს აქვს იმის ამბიცია რომ იყოს ამ ქვეყნის მომავალი ხელისუფლება და მიიღოს მონაწილეობა
ყველაზე დიდი ალბათობით რაც მოხდება კოალიციურ ხელისუფლებაში მას ჰქონდეს წამყვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ეს არის ჩვენ წარმოგიდგენიათ თქვენი როლი კოალიციურ ხელისუფლებაში პიროვნულად ლელო როგორც პარტია საქართველოს ხელისუფლებაში როგორც ახლა არის ქართული ოცნება მე ვგულისხმობ მომავალ ხელისუფლებას ანუ ქართული ოცნების რეჟიმის დასრულების შემდეგ მომავალ ხელისუფლებაში არსებული რეალობის და პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით და აგრეთვე იმის გათვალისწინებით როგორი განწყობაც არის ხალხში და მოლოდინი კოალიციური მმართველობის მიმართ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთ პარტიას ნორმალურ ქვეყანაში არ შეუძლია რომ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ეს განა არადემოკრატიულია, ეს ბევრგან ასეც ხდება, კარგია და ამისი ამბიცია რა თქმა უნდა გვაქვს მომავალში, მაგრამ მე ვსაუბრობ უახლოეს მომავალზე, როდესაც ეს არის ყველაზე რეალისტური კონფიგურაცია და იმ კოალიციურ ხელისუფლებაში ჩვენი ყველაზე მთავარი წვლილის ამბიცია ნამდვილად გვაქვს. რაც შეეხება იმას თუ რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ არც ერთი წამით, არც გუშინდელ დღემდე და არც უნგრეთის არჩევნებამდე არ შეგვიწყვეტია მუშაობა ხალხთან. ნაწილობრივ ეს არის იმ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც თქვენ იკითხეთ. ჩვენ რაღაცა ჩვენი აქტივობები არის, რაც შუქდება ტელეეთერებით, რაღაც ნაწილი სოციალური ქსელების მეშვეობით, რაღაც ნაწილი, რომელიც საერთოდ არ შუქდება და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის ბაზა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხო, ჩვენი საკრებულოს წევრები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ხო, ის ადამიანები ყოველდღიურად ხალხის პრობლემებზე საუბრობენ და ხალხის პრობლემებზე საუბარი არის ის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ალბათ უნგრეთის მოდელიდან უნდა გამოვიტანოთ, რასაც მადიარი აკეთებდა, ხო, ის თავად დადიოდა 700-ზე მეტი დასახლება მოიარა და პირისპირ ხვდებოდა ადამიანებს. ჩვენ მხოლოდ არ უნდა ჩავიკეტოთ. თემატიკაში არ უნდა ჩავიკეტოთ, უბრალოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანზე, მაგრამ ერთ საკითხზე ის, რომ ქართული ოცნება ეს არის რუსული რეჟიმი და ივანიშვილის მეთაურობით ისინი მიგვაქანებენ რუსეთისკენ და ზურგი აქციეს ევროპას და დასავლეთს, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება მთავარი საკითხია, მაგრამ ცხოვრება მიდის, ადამიანებს აქვს თავისი პრობლემები, თავისი ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მიღმა, რომელიც ამ ქვეყანაში არ სრულდება და ვერც დასრულდება, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვესაუბრებით ამ ადამიანებს დაწყებული გზებით, გაფუჭებული გზებით, კანალიზაციის მილებით და ასე შემდეგ, ვესაუბრებით იმაზე, რაც მათ აწუხებთ. მაგალითად, ხო, ქართული ოცნების აი დღეს უბრალოდ რამდენიმე დღის წინ შემოთავაზებული ვითომ საგანმანათლებლო რეფორმა, რაღაც 9 მილიარდის ოდენობით რაღაცა სკოლის ფორმების შეძენა. მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში 35% სკოლის მოსწავლეებისა საერთოდ არ იკვებება საათობით რომ არის სასკოლო პროცესი იმ პერიოდში. მაშინ, როდესაც 1400 სკოლაში 2080-დან საერთოდ არ არის კვების ობიექტი. თან ამ ფორმებში ფული უნდა გადაიხადონ და 800 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე თვითონ მქონდა შეხვედრა თბილისის რამდენიმე სკოლის პრობლემური სკოლის მოსწავლეთა, მშობლებთან და მასწავლებლებთან. წლების განმავლობაში საერთოდ შენობები არა აქვთ. რაღაც სხვა შენობაში, სხვა სკოლაში არიან მიკუთვნებულები მეორე და მესამე წლაში მიდიან 35 წუთიანი გაკვეთილები აქვთ. ასეთი პრობლემები უდგათ. პიზას კვლევები არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ჩამორჩენა არის რაღაცა 91 ქვეყნიდან 77 ადგილზე ვართ. წაკითხulis გააზრების კომპონენტში მე-60 ადგილზე, მათემატიკაში 76 ადგილზე ვართ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აი ამ დონის და ამ ხარისხის ამაღლების ნაცვლად ისინი გვთავაზობენ რაღაც კოსმეტიკურ რეფორმებს, მაშინ როდესაც ბავშვების, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის კვებას აქვს, მათი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმ დროს როდესაც ჩვენ დავაყენეთ უფასო განათლების, უფასო კვების საკითხი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველგან უარი თქვა ქართულმა ოცნებამ, წალენჯიხაში სხვათა შორის ეს მოდელი მოქმედებდა მაშინ, როდესაც იყო ოპოზიციური კოალიციური მმართველობა ლელოს მონაწილეობით. მაშინ, როდესაც არის 240,000 ბავშვი სოციალურად დაუცველი, 22,000 ბავშვი ემიგრაციაში წაიყვანეს მშობლებმა და ამ ქვეყანაში, სადაც უფასო სადილოები არის თბილისში და 42,000 ბენეფიციარი აქვს, ლარი და
30 ჯდება ერთი ულუფა, რომელიც ულუფის ღირებულებაც კიდევ უფრო ნაკლები არის, დენის გადასახადი და ასე შემდეგ არის გათვალისწინებული და ამის ფონზე ვხედავთ, ხო, ცოტა ხნის წინ სუსმა თავად გააკეთა ბრიფინგი, რომ კრწანისის, ისნის, ჩუღურეთისა და თაწმინდის გამგეობების ყოფილი მაღალჩინოსნები თურმე ამ სისტემურ კორუფციაში. აი ამაზე უნდა ვესაუბროთ. ამაზე უნდა ვესაუბროთ, იმაზე, რაც აწუხებს ამ ადამიანებს, გაძვირებული ტარიფები, დენის, საწვავის, ფასები. დაგვრცინია ხო ქართული ოცნების წარმომადგენლები იმით რომ აი რაღაც კვერცხის ფასი მცირდებაო და მთელი ეს რაღაც სასაცილო კომისია აგერ აღმოჩნდა რომ თურმე კვერცხიც კი გაძვირდა ხუთი თეთრით გაიაფებული რო იყო ალიანსისგან მოვისმინეთ ბრიფინგი სადაც მათ ქართულ ოცნებას გამზადებული ფორმულა შესთავაზეს თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ჩვენგანაც ალბათ მოსმენილი გაქვთ ამდენი ხანია იმაზე ვსაუბრობთ 2017 წლის ნიშნულზე აქციზის გადასახადი როგორც დროებით ღონისძიება დღგ-ს დამატებით ღირებულების გადასახადი როგორც მინიმუმ სასურსათო პროდუქციაზე რომ შემცირდეს მომწონთ წარმოებლებისთვის იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო ეკონომიკაში ერთმანეთს ჯაჭვური პრინციპით არის გადააჯაჭვური 30%-ით რო გაძვირდა დენის ტარიფი ხო ეს ხო ფასებსაც აძვირებს ბრიფინგებით სატელევიზიო თუ საჯარო განცხადებებით ამ ყველაფერს შედეგი რომ მოქონდეს ხო ეს თვალხილული და ხელშესახები იქნებოდა ბრიფინგიც ერთ-ერთი ფორმა ადამიანებთან საუბარიც ერთ-ერთი ფორმა არის და ამ ადამიანებს ეს რეალობა უნდა დავანახოთ და რაც მთავარია დაუბრუნოთ რწმენა და ამით არის კარგი უნგრეთის მაგალითი რომ ადამიანებს უკვე ნიშილიზმში მყოფ ადამიანებს რომლებსაც შეიძლება უფრო ადრე ეგონათ რომ რეჟიმი შეიცვლებოდა დაუბრუნდათ რწმენა რომ არჩევნების გზით თუ კი ისინი ირწმუნებენ იმას რომ მათი ბედი წყდება საქართველოში მათ ხელშია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქში წყდება ამ ქვეყნის ამბავი მათ დაინახეს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა რომელსაც შეეძლო სამოქალაქო ვალდებულება უნდა შეეცვლა აქამდე მივედით აი ამაზე არ მიპასუხეთ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ლელოს როგორ წარმოუდგენია ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა აი რა ფორმაციით წარმოგიდგენიათ არ ვიცი რა ორგანიზაციული წყობით წარმოგიდგენიათ ცალ-ცალკე ყველა ოპოზიციური პარტია რომელიც ასე ელაპარაკება და მოსახლეობას გამოსავალს თავაზობს შექმნილი ვითარებიდან თუ რაღაცა ერთიანი ფრონტი რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას როგორც ერთი პოლიტიკური ძალა. მოგახსენებთ. მე ეხლა უნგრეთთან ყველა პირდაპირ პარალელის გავლა ბუნებრივია არ შეიძლება თქვენი ეთერი ალბათ არ ეყოფა ამაზე საუბარს თორე ძალიან საინტერესო თემა წინაზე იყო შემთხვევა როდესაც 9 პოლიტიკური პარტია გაერთიანდა უნგრეთში არსებული პოლიტიკური პარტიები რომელთაც ერთმანეთთან იდეოლოგიურად საერთოდ სადადედამიწა წის დონეზე ჰქონდათ განსხვავებები მაგრამ მაშინ მათ ეს ვერ შეძლეს მაგრამ ეს მოდელი უფრო ეფექტური გამოდგა საქართველოში ამ ხრივ შეიძლება სხვა პოლიტიკური ლანდშაფტია მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ ოპოზიცია ერთმანეთზე კი არის საუბროს კრიტიკული თვალსაზრისით და მით უმეტეს იერიშებით და არც ნიშნის მოგებით არამედ ყველა თავის სეგმენტზე უნდა იმუშაოს მიმართულად დავანახოთ საზოგადოებასაც და ყველამ გაითავისოს რომ საერთო მოწინააღმდეგე ერთადერთი ვიზეც უნდა გასწორდეს ფოკუსი ეს არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი შესაბამისად ამისკენ უნდა იყოს ყველა ნაბიჯი გადადგმული როგორი კონფიგურაციაც იქნება ეს ეფექტური თავარი არის რომ ხალხში ეს რწმენა დაბრუნდეს და ამ კონფიგურაციებითაც შესაძლებელი არის რეჟიმის ცვლილება თუ კი იქნება დამთრგუნავი უმრავლესობა გამოცხადებული არჩევნების დღეს არჩევნებზე სადაც არანაირ ძალისხმევას გაყალბების და манипуляციის აზრი აღარ ექნება. მადლობა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა თქვენ. ხო, არ ვიცი. ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზეც პასუხს ვერ ვიგებ მაინც. გიორგი სიორიძე ლელოძლიერი საქართველოს. მოკლედ ერთ რეპლიკაში ერთ კითხვაზეც გიპასუხებ და მარტივად ეს თავარი ეს არის ჩემთვის. მე უნდა ვიცოდე როგორც ამ მომრჩეველმა რომ როდესაც არჩევნებზე ვის ვაძლევ ხმას, ანუ ვინ შეიძლება ჩემში ასე ვთქვათ განასახიერებდეს არსებული ხელისუფლების ძლიერ პოლიტიკურ ალტერნატივას. სამომავლოდ თუ თანხმდებით რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს, ჩვენ ამ მომრჩეველს უნდა შევთავაზოთ არჩევანი
და მისი გემოვნების მიხედვით გადაწყვეტს სამორჩეველი ვის მისცეს ხმა, თავარია რომ ეს ხმა მიდის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო. ჩვენ ამომრჩევლები უნდა შევთანხმდეთ, რომ გვინდა კოალიციური მთავრობა თუ ჯერ ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ შეუძლია ერთმანეთთან კოალიციური თანამშრომლობა. ხო და კოალიციური მთავრობა, პრობლემა კი არა, ეს არის რეალობა. კოალიციური მთავრობა დგება იმის და მიხედვით, როგორ არჩევანს აფიქსირებენ მოქალაქეები. მოქალაქეების ნება, რომელიც გარდაისახება შედეგებში, იქნება საწინდარი კოალიციური ხელისუფლებისა, თუ კი ის კრავს უმრავლესობას. ეს არის ელემენტარული ანბანი.